თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელამ არიდაშვილმა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამივე ბრალდებულს გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭიშვილსა და მამუკა ბაღდავაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძესაც. მათზე ძებნაა გამოცხადებული. ბრალდებულებისთვის ყველაზე მკაცრ აღკვეთის ღონისძიებას პატიმრობას სასამართლოს ხდომაზე პროკურატურა ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარემ გირაოს შუამდგომლობა დააყენა. თუმცა საბოლოოდ მოსამართლემ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესზე მოსამართლეს მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებულმა გიორგი მიქაძემ მიმართა. მისი თქმით, მას ამ საქმესთან შემხებლობა არ აქვს და თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. თბილისის ცენტრში ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში პროკურატურა ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით ახლო გარემოცვასთან ერთად სწორედ მათ დაგეგმეს ქართველი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ძმის მკვლელობა. პროკურატურის ვერსიით ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით ლევან ჯანგველაძესთან უთანხმოება ჰქონდათ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობა დააორგანიზეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, ძმები მიქაძეები დაუკავშირდნენ მეგობარ გიორგი ჯოხაძეს, რომელიც საქმეში ბრალდებულია და მას მკვლელობის გეგმა გაანდეს. პროკურატურის ცნობით, თანხმობის მიღების შემდეგ მათ მკვლელობის შემსრულებლის ძებნა დაიწყეს. უწყების განცხადებით, ისინი დაუკავშირდნენ გელა უძილაურს, რომელიც პოლიციამ მკვლელობიდან 3 დღეში დააკავა და მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ დავალების შესრულებას თხოვეს, რასაც ის დათანხმდა. გამოძიების ვერსიით, გიორგი ჯოხაძე მიარაღი გიორგი კაჭკაჭიშვილთან ერთად იყიდა. მეხუთე ბრალდებული დაკავებული მამუკა ბაღდავაძე კი გიორგი ჯოხაძის ნათესავია. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ მას მიაკითხა უძილაურმა სამსახურში ჯანგველაძის მოკვლის შემდეგ. სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გ-ჯნს ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გ-უსთან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. რის შემდგომაც სამივე ბრალდებული გ-ს სისტემატურად აწვდიდა დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. მიმდინარე წლის მარტის თვეში ბრალდებულებმა ძმებმა გ-ჯ-მ გ-ს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. შესაბამისად, ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით. 2025 წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გ-ჯ-მ და ბრალდებულმა ძმებმა მიაწოდეს გ-ს, რომელმაც ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ჯანგველაძის დაგეგმილი მკვლელობის განზრახვა სისრულეში მოიყვანა, ასევე რამდენიმე გასროლა განახორციელა ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით, რომელმაც სროლის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული პირი ქარელის მიმართულებით წავიდა და მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო გ-ჯს. ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენი გიორგი მიქაძე 12 აგვისტოს დააკავა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის თქმით, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელი შეშლის მიზნით სრულ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით მიქაძის გარდა კიდევ 2 პირი დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს, რომელთა შორის გიორგი მიქაძის ძმა დავით მიქაძეა, ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ. ლევან ჯანგველაძე თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს მოკლეს. 17 მარტს ჯანგველაძის მკვლელობის ბრალდებით 1975 წელს დაბადებული გელა უძილაური დააკავეს. უძილაურს პატიმრობა 19 მარტს შეეფარდა.